ქართული ოცნების ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით უმაღლესი თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს 2025 წლის 1 იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 14600 ლარია. მინისტრების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 12410 ლარი. ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში. 2025 წლის პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მილიონით, 53 მილიონიდან 53 მილიონამდე გაიზარდა. პარლამენტში 2025 წლიდან ხელფასები კი ასე განისაზღვრება. პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 7256 ლარით და განისაზღვრება 11680 ლარით. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7860 ლარით და გახდება 14600 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 7032 ლარით და გახდება 13422 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 6800 ლარით და გახდება 13140 ლარი. კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7016 ლარით და გახდება 12556 ლარი. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3950 ლარით და გახდება 8750 ლარი. თქვენ შეიძლება დაასახელოთ საქართველოში ერთი წესიერი ადამიანი. ხელფასების ზრდას ეხმაურება ოპოზიციონერი რომან კოცირიძე. პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს. აქედან თითო კომიტეტში ერთი ეგრეთ წოდებული მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვს, პერსონალური მანქანებიც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის მოადგილეებს, რომლებიც ყველა ქართული ოცნების წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს თანთქავს ბიუჯეტიდან. კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა. საქართველო ლიდერია ევროპაში და რეგიონში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას. წერს რომან კოცირიძე სოციალურ ქსელში.